ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ქართველ არტისტებს, უფრო სწორად, ქართველ სტუდენტებს ეხება, ესეც გარკვეული პერფორმანსია მაინც. კი, ინიციატივა კონსერვატორიის სტუდენტების მხრიდან, მათ თვითონ გამოგვიგზავნეს, მოგვაწოდეს ეს ვიდეო, რისთვისაც მადლობა შეგვიძლია გადავუხადოთ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებობს ესეთი სტუდენტური ლაბორატორია, რომლებიც წარმოადგენენ ამ პროექტს. ამ პროექტის მთავარი იდეა არის კლასიკური მუსიკის და ელექტრონული მუსიკის სინთეზი. გააკეთეს საცდელი დემო ვერსია პროექტის ფარგლებში, რომელთაც დაინტერესდნენ სხვადასხვა ადამიანები. ერთ-ერთი ვერსია გააორკესტრეს, კონსერვატორიის სტუდენტებმა შეასრულეს ეს გაორკესტრებული ვერსია, ჩაიწერა და კლიპიც გადაიღეს და ბერლინშია ეს კონკრეტული კლიპი გადაღებული, რომელიც შეგვიძლია ვაჩვენოთ მაყურებელს. მნიშვნელოვანია ის, რომ ენთუზიასტები არიან ეს სტუდენტები, ყველაფერს საკუთარი ინიციატივით, ხარჯებით აკეთებენ, იგივე კონტაქტებს და ასე შემდეგ, რაც ცხადია დასაფასებელია. ეს ვიდეო არის ბერლინში გადაღებული რამდენადაც ხდება? კი, ესე წერია მის აღწერაში. Days in Berlin ქვია თურმე ამ ნაწარმოებს, ამიტომ გვეგონა რომ ბერლინია, მაგრამ აშკარად ჩვენთანაა თბილისში გადაღებული, ძალიან საინტერესო პროექტია და ჩვენ მოუთფენლად ველით. მე მგონი უნდა დავატიოთ ეს ხალხი წესით აქ. მე მგონი შეიძლება რომ დავატიოთ. თუ გავწევთ და გამოვწევთ ჩვენს ავეჯს. ავეჯს გავწევთ აუცილებლად. მეგობრებო, ძალიან გვიხარია მსგავსი პროექტები, ასე რომ თუ მსგავს რაღაცას აკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს მუსიკალურ ჟანრში, მუსიკალურ დარგშია თუ კინემატოგრაფიაში, აუცილებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი მასალები, ეს ყველაფერი ძალიან გვაინტერესებს.